კომიტეტის ხელმძღვანელთან სოფო კილაძია ხაზზე მე მას ძალიან დიდ მადლობას გადავხდი სწრაფი გამოხმაურებისთვის და თანხმობისთვის რომ მიიღო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა ამ თემაზე მადლობა სოფო რომ ხარ ჩვენთან ერთად პირველ რიგში მე მინდა მოვისმინოთ თქვენგან ამ მომხდარი ფაქტის შეფასება რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის რაც მოისმინეთ მოგესალმებით ინგა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ეთერში მოწვევისათვის, რომ მომეცა საშუალება გამოვიყენო ეთერი იმისათვის, რომ დავაფიქსირო ნამდვილად ჩემი პოზიცია, ჩვენი კომიტეტის პოზიცია იმ ფაქტთან, იმ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა სულ ცოტა ხნის წინ. პირადად ჩემთვის თუ ეს ფაქტი დადასტურებული იქნა და ნამდვილად მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ ვარაუდის დონეზე თუ ვიტყვით რომ ესეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა და ეს დადასტურდება ისე როგორც კანონი ამას მოითხოვს, ნამდვილად ამაზრდენი შემთხვევა არის. ნამდვილად ისეთი შემთხვევა არის, რომელიც არ ეკადრება ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მე ვიტყოდი რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეც ასე ვთქვათ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ მედიას რა თქმა უნდა მედიის თავისუფლება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ მედიის თავისუფლება იქნას უზრუნველყოფილი. მით უმეტეს თუ დამტკიცდა და დადასტურდა ის ფაქტი რომ სწორედ მედიის საკითხებთან იყო ეს შემთხვევა დაკავშირებული. მე ვიტყოდი იმას რომ მე თავად ვესაუბრე ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრეშვილს და მან დაადასტურა ის ფაქტი რომ ის იქნება შეურიგებელი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე რა თქმა უნდა დეტალებზე არ ვისაუბრებ, გამაჩნია ჩემი პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ერთს ვიტყოდი უბრალოდ დაველოდოთ გამოძიებას და დარწმუნებული ვარ რომ უმოკლეს ვადებში მოხდება ამ ფაქტზე კანონის შესაბამისი რეაგირება. ეს პროცესი დაწყებული არის უკვე და სულ ცოტა ხანიც დაველოდოთ გამოძიებას რომ რეალური თქვენ თვითონ კითხვაზე რა პასუხი გექნებათ ტელევიზიისთვის უკაცრავად ჩაგეჭრებით თუ შეიძლება ეხლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი პროტესტს გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით რომ 12 საათი გავიდა იციან კონკრეტულად ვინ იყვნენ არავინ არ არის დაკავებული პლუს ის ამბობს რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელიც კი არ პასუხობსო ჩვენ ზარებს მაშინ როცა ასეთი სკანდალი არის მომხდარი პოლიციელი იარაღით ემუქრებოდა წამყვან ჟურნალის წამყვანს გადაცემისას ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის ანუ ერთი არის მღებრიშვილის განცხადება მაგრამ მეორე არის ფაქტები 12 საათი გავიდა პრესსამსახური ზარებს არ პასუხობს არც კი დაინტერესებულაო აგერ თქვა ეხლა ამ წუთას საინფორმაციოს მთავარმა პროდიუსერმა და პლუს არავინ დაუკავებიათ მოგახსენებთ პრესსამსახურთან დაკავშირებით რომ თავარი არის აქ რომ სამინისტროს პირველმა პირმა გააკეთა ამაზე მეხსეული განცხადება და სამინისტროს პირველმა პირმა შესაბამისი ზომები მიიღო იმისათვის რომ გამოძიება წარიმართოს ისე როგორც ეს კანონს შეეფერება და კანონის შესაბამისად მის საფუძველზე ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი აზრით ყველაზე კარგი ასე ვთქვათ საზოგადოებისთვის მომხსენებელი ამ საკითხებზე რა თქმა უნდა არის შინაგან საქმეთა მინისტრი და მე ვთვლი რომ ეს არის მთავარი რაც შეეხება თვითონ თემას ისევ დაუბრუნდები იმ საკითხს მე ნამდვილად პატივს თითოეულ პოლიციელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს რომელიც კეთილსინდისიერად ვიმეორებ კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს და ვინც არ უნდა იყოს ის პოლიციელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი არ აქვს ამას მნიშვნელობა ვინც კანონს დაარღვევს და ვინც აი ესეთნაირად მოიქცევა როგორც ასე ვთქვათ საუბარი და ვარაუდი არის ნამდვილად უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული კანონის შესაბამისად მის წინაშე და ამას ჩვენი ხელისუფლება არ შეეგუება ნამდვილად და არ შეეგუება მთლიანად ქართული საზოგადოება მე ვფიქრობ რომ ჩვენ როდესაც კანონის შესაბამისად მოქმედებთ და მით უმეტეს ვიცავთ მედიის თავისუფლებას ამ შემთხვევაში ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების ჩვენი ამორჩევლის დაკვეთას ეს არის ქართული ხალხის ნება და ჩვენ ვალდებულები ვართ ესე მოვიქცეთ თქვენ იცით რომ 2012 წლის შემდეგ ძალიან დიდი რეფორმები ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ რიგში ვიტყოდი დეპოლიტიზაციის კუთხით ჩვენ გვახსოვს ძალიან დიდი განსხვავება ახლანდელ პოლიციასა და 2012 წლამდე არსებულ პოლიციას შორის როგორ იყენებდა წინა ხელისუფლება პოლიციას მანიპულირების და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად
გატარდა ძალიან დიდი რეფორმები, დეპოლიტიზაცია, იგივე სხვადასხვა მიმართულებები, თუმცა აუცილებლად გულისტკივილით უნდა ვთქვათ, რომ არის გარკვეული გამოწვევები ამ კუთხით ჩვენ ყავს ანუ მიცით რომ პოლიცია 100%-ით არ შეცვლილა, ესე ვთქვათ, ანუ ძალიან ბევრი ის ადამიანი არის, რომელიც ადრეც პოლიციაში მუშაობდა და ამ კუთხით ბევრი რამ გვაქვს ისევ გასაკეთებელი ჩვენ დავანონსებთ სოფო თუ თქვენ შედარებას აკეთებთ მაგალითად წინა ხელისუფლების პოლიციელებთან ყველა ერთნაირი არ იყო მაგრამ დღეს დაწინაურება ხდება ადამიანების რომელთა მიმართაც თქვენს გუნდს ჰქონდა პრეტენზიები იმიტომ რომ ეხა ფაქტის სახეზე არის რაღაცეები რაც ისედაც სახეზეა ხო ანუ აბა ამას როგორ ახსნით მაშინ თქვენ რატომ აწინაურებენ ამ ადამიანებს კი ბატონო გეტყვით აქ არ არის დაწინაურებაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე აქ არის სისტემურ თემებზე საქმე ანუ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ კიდე ერთხელ ვამბობ ძალიან დიდი სხვაობა არის წინა პოლიციას და ამ პოლიციას შორის თუმცა არის კიდევ გარკვეული გამოწვევები იმიტომ რომ ეს ჩვენი საზოგადოება არის ის ვისაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია ის ვერ იქნება რა თქმა უნდა პასუხისგებაში მიცემული ამას მოითხოვს კანონი და შესაბამისად ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ეს სიტუაცია რაც არის ქვეყანაში მაქსიმალურად ასე რომ ვთქვათ, კიდე უფრო გავაძლიეროთ ეს რეფორმების მიმართულება და პოლიციაც შესაბამისად იმდენად დაიხვეწება, რომ მაინც გავსი ფაქტებს აღარ ექნება ადგილი. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომ ის ძირითადი ფუნდამენტი, რაც გავაკეთეთ და ჩავყარეთ, ამას კიდევ დავაშენოთ შემდგომი რეფორმირების საშუალებით, ასე რომ ვთქვათ, სხვა მიმართულებები და ამაზე ვმუშაობთ. იგივე ანალიზე დაფუძნებული პოლიციის კონცეფცია, იგივე საზოგადოებასთან სოფო აი ეხა მაგალითად IDF-ი გამოაქვეყნა ბოლო კვლევა რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ. კი ბატონო და თუ შეიძლება მაშინ მე კითხვას დაგისვამთ ანუ აი ეხა სულ ცოტა ხნის წინ IDF-ი გამოაქვეყნა კვლევა დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია თან გაზრდილია ისე დანაშაულებზე როგორიცაა დანაშაულის სიცოცხლის წინამდე 753 შემთხვევა დაფიქსირებული დანაშაულთა ეს ჯგუფი აერთიანებს ისე დანაშაულებს როგორიცაა განზრახ მკვლობის მცდელობა თვითმკვლობამდე მიყვანა და სხვა და აი ამ ფონზე რამდენად ადეკვატურად გეჩვენება თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და პირადად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე რომ თურმე დანაშაულის სტატისტიკას არ გამოაქვეყნებს აი ამ ფონზე ეს ადეკვატურია ეს განცხადება მე ავიღებ მე პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება როცა ამბობს მღებრიშვილი თუ IDF-ი უქვეყნებს ასეთ ციფრებს რატომ არ უნდა გამოაქვეყნოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ სტატისტიკა როცა თქვენ ამბობთ რომ აი რეფორმა ჩატარდა რაღაცა დეპოლიტიზირებული არის პოლიცია და უკეთესობისკენაა წასული რა ხდება იგივე დანაშაულის კუთხით რატომ არ გვიდებს მაშინ მინისტრი და რატომ იღებს თავად ამაზე პასუხისმგებლობას რომ სტატისტიკას ის არ გამოაქვეყნებს იგა ერთი კოდი შეკითხვა უნდა დაგესვათ. თქვენ არ თვლით, რომ ნამდვილად პოლიციაში ძალიან ბევრი მიმართულება გამოსწორებული არის და ძალიან დიდი წინსვლა არის საკუთე ნამდვილად. თავი რომ დავანებოთ სტატისტიკას და სხვა მიმართულებებს. სოფო, მართლა გულწრფელად გეუბნებით, როდესაც IDF-ი აქვეყნებს ამ ციფრებს, მე მინდა რომ ნახო უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ციფრები, მაგრამ მინისტრისგან გვესმის, რომ თურმე მან პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ართulis საჭიროთ რომ გაგვაცნოს IDF-ის ასე ვთქვათ ციფრები მე ნამდვილად არ მინახავს და რაზე დაყრდნობით გააკეთეს მათ გავრცელეს მათ ეს სტატისტიკა სიმართლე გითხრათ არ ვიცი ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერ ვიტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროს რაც შეეხება მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია SAC-სტატის მეშვეობით ქვეყნდებოდა ყოველ შემთხვევაში ამდენი ხნის განმავლობაში ეს სტატისტიკა და იქ შეუძლია ნებისმიერს ნახოს მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად აქვეყნებდა ამ ციფრებს და მე რამდენადაც მაქვს მონაცემები, სწორედ იმ გამოქვეყნებული სტატისტიკის საფუძველზე, რომელიც იხილა მთელმა საზოგადოებამ, ძალიან ბევრ დანაშაულთან მიმართებით გვაქვს საგრძნობი კლება. და ნამდვილად ეს მისასალმებელი არის, რომ განსაკუთრებით ქონებრივი ხასიათის დანაშაულობთან კი, მაგრამ სოფო თუ არ გამოაქვეყნა მინისტრმა, როგორ უნდა სადაც რეალური კლება იყო და რომ გამოსწორებულია მდგომარეობა, აი თუ არ გამოაქვეყნა მე რამდენადაც ვიცი სამინისტრომ, როგორ დავიჯერო მე ერთმა
ადამიანმა ან 1000-მა ადამიანმა. მე რამდენადაც ვიცი, საქსტატის მეშვეობით ქვეყნდება ეს სტატისტიკა. მე რამდენადაც ვიცი. თუ იმის შემდეგ რაიმე შეიცვალა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რეალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბოლო დროს მე რამდენადაც ვიცი, საქსტატის მეშვეობით ქვეყნდებოდა დანაშაულის სტატისტიკა თავად და IDFIS-თან დაკავშირებით ვერ გეტყვით კონკრეტულ პასუხს, იმიტომ რომ არ ვიცი რა ეფუძნებოდა IDFIS-ს. მეც ასე გიბრუნებთ პასუხს იმისთვის, რომ მე ჩემი პასუხი გითხრათ, ხელში უნდა მეჭიროს დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა და დღეს მღებრიშვილი ასე გვეუბნება, რომ იცით რა, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და არ თulis ის საჭიროდ. მას როგორ უნდა შევაფასო მე წინა წლებთან შედარებით როგორ მუშაობს დღეს, თუ კი მინისტრი თავადვე ამას ამბობს. ამაზე ნუ ვიდავებთ, ეს არაა თქვენი საპასუხო თემა, რა თქმა უნდა. მე შემიძლია ეხა შემდეგი კითხვა დაგისვა თუ ამავე თემაზე გსურთ რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება. მე უბრალოდ ერთს ვიტყოდი, რომ თქვენზე პირადად რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, ეს თქვენი უფლება არის, თქვენი აზრი დააფიქსიროთ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, თუმცა მე ვიტყოდი უბრალოდ სხვა კონტექსტში, რომ ის რომ რეალურად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად ეფექტიანად მიმდინარეობს საქართველოში და შინაგან საქმეთა სამინისტროში სერიოზული რეფორმები გატარდა, ამას მე მგონი ქართულმა ხალხმა თავად გამოუცხადა ნდობა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველა ხედავდით გარშემო როგორ შეიცვალა რეალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და როგორ გახდა უკიდურესად პოლიტიზირებული სისტემიდან ნამდვილად დეპოლიტიზირებული სისტემა, როცა ადამიანებს არ დევნიან პოლიტიკური შეხედულებების თუ იმის მიხედვით ვის რამდენი ქონება აქვს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არავის არ ეხმარება იმაში, რომ ადამიანებს შუაღამეზე საკუთარი ქონებები გადააფორმებინონ და არ ხდება მსგავსი საშინელებები. ეს ძალიან კარგად დაინახა ქართულმა ხალხმა და სწორედ ამიტომა ჩვენი ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლებაში. თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ თვითკმაყოფილების საშუალებას და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უნდა ვიშრომოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს რეფორმები კიდე წინ ვიყვანოთ და თუ კიდევ ამბობ არ დავაღებ კიდევ ერთხელ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ თუ ნამდვილად მოხდა ესეთი ფაქტი, რომელზედაც გაქვთ საუბარი, ეს რა თქმა უნდა არის საშინელი ფაქტი და ამას არ უნდა შევეგუოთ ჩვენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და გავაკეთებთ კიდეც აუცილებლად, რომ შესაბამისად დამნაშავეები დაისაჯონ, იმიტომ რომ ამას არ უნდა შეეგუოს არც ხელისუფლება და არ უნდა შეეგუოს არც საზოგადოება. მე გარკვეული უხერხულობების გამო არ დავაკონკრეტებ უფრო მეტად ეხლა რასაც გეტყვით, მაგრამ როდესაც აი თქვენ თავადვე ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვით, რომ წინა პერიოდის ბევრი თანამშრომელია დაუშვათ, ყველა არ იყო უღირსი, იყო ბევრი ღირსეული, მაგრამ პერიოდიდან მომუშავე ადამიანებიც არიანო ამ კონტექსტში მინდა რაღაც გითხრათ. როდესაც ჯაშუშების საქმეზე დააკავეს ვინმე დევნოზაშვილი, კონტრდაზვერვის მაშინდელი სამართლოს უფროს მოადგილე დაახლოებით ასე მახსოვს მისი სტატუსი, თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ, ამიტომ მე უფრო მეტად არ დავკონკრეტდები, თუ საჭირო გახდება მე ავხსნი ამას კიდეც ეთერში, რატომაც მაგალითად მისი მაშინდელი უფროსი დღეს რა პოზიციაზე დაინიშნა. ამიტომ არის კითხვები, რომელიც თუ ერთ ადამიანს დაუშვათ პასუხისმგებლობას აკისრებს, მეორე ადამიანს რატო ათავისუფლებს. ეს გადავდოთ. ეხლა ეს მითხარით თქვენ, თუ გიტოვებთ გიორგი გასვიანის ფაქტი თავდასხმა პოლიციელის მხრიდან, იმის ეჭვს აი პირადად თქვენში თუ კი აღძრავს, რომ რეგიონებში შეიძლება პოლიციელები იქცევიან უკონტროლოდ. მე გადაცემის დასაწყისში შემთხვევით არ გავიხსენე დემურსტურვას თვითმკვლელობის ფაქტი, სადაც იგი თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. ჩვენ გვისაუბრია სოფო ამ თემაზე, მე მინდა ეხლა თქვენგან მივიღო ამ შეკითხვაზე პასუხი. ეს ყველაფერი აჩენს თუ არა ერთს, რომ რეგიონებში პოლიცია არ არის მაინც და მაინც კონტროლირებული? ინგა, რაც შეეხება პირველ ფაქტს, რომელზედაც საუბრობდით, აქ ვიტყოდი, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიტყოდი იმას, რომ რეალურად უნდა დაისაჯოს ის, ვინც დამნაშავე არის.
კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოგახსენებთ კონკრეტულ პასუხს, იმიტომ რომ საქმის დეტალებს ნამდვილად არ ვიცნობ. თუმცა ის ფაქტი, რომ გარკვეული პირი მიეცა პასუხისგებაში, ეს ნამდვილად თვლი, რომ არის მართლაც სამართლიანობის მისამართლით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ხოლო მის უფროსის ბრალეულობა თუ არ იკვეთებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაუშვებელი არის. კანონი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავსაჯოთ ვინმე. ამიტომ ამ ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მე როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მევალება თითოეული ადამიანის, თითოეული ინდივიდის ინტერესების და უფლებების დაცვა. ამიტომ ისი არ უნდა გავაკეთოთ, რომ რეალურად უდანაშაულო ადამიანს რაღაცა, ასე რომ ვთქვათ, ჩირქი მოუწყოთ ან უდანაშაულო ადამიანი დავაკავოთ, ხო? ეს დაუშვებელი არის. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოსაკიდებელი საკითხები არის და ის რომ ვიღაც კონკრეტული პირი დაწინაურდა, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა თეორიულად თუ ვიტყვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დამნაშავე იყო მანდამაინც, ხო, რადგან უფროსი იყო. აი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას უნდა მოვეკიდოთ ინდივიდუალური ობიექტური გარემოებებიდან გათვალისწინებით. თქვენს მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გიდასტურებთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი აქტიური რესპონდენტი ხართ და კიდევაც იმიტომ გცემთ პატივს, რომ აი დღესვე ასეთი სწრაფი რეაქცია იყო თქვენი მხრიდან გადაცემაში მონაწილეობაზე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამიტომ ვუსვამ მე ამას ხას, ძალიან მიხარია, რომ ასეთ აქტიურ თანამშრომლობაზე მოდიხართ მედიასთან. ერთი კითხვა მინდა თქვენგან, პასუხი მინდა, უფრო სწორედ მივიღო. აი, დაიწყო ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ თუ პროკურატურამ არ აქვს მნიშვნელობა, დაიწყო გამოძიება მომხდარი ფაქტის. თუმცა მაგალითად ტელევიზიის პროდიუსერებს კითხვა აქვთ, რომ აქ რატომ დაიბარეს ამდენი საათის მერე და ჟურნალისტი, რომელსაც იარაღი დაადო პოლიციელმა თავზე, ესეც გადავდოთ. აი, თქვენი აზრით, მხოლოდ ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუ ის ფაქტი, რომ პოლიციელი მთვრალი ქუჩაში იარაღი დადის, პლუს სრულიად უდანაშაულო ადამიანს ფიზიკურად უსწორდება, იარაღს ადებს თავზე, სცემს და მიწაზე ატყევს, არის იმის საფუძველი, რომ იქაური პოლიციის უფროსის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, ან გნებავთ იგივე კითხვები გაჩნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ხომ კარგად ხართ ხალხო, რა ხდება შეიარაღებული პოლიციელი მთვრალი ქუჩაში სცემს ჟურნალისტს. ანუ აი ეს ამ კითხვებს გიჩვენთ სხვების პასუხისმგებლობის საკითხსაც. ძალიან კარგი შეკითხვა არის ნიკა. მე უბრალოდ ამ თქვენს ბოლო კითხვას დავაკავშირებდი წინა შეკითხვას თქვენსას რეგიონებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაც კორელაციაში არის ეს საკითხები ნამდვილად ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რეგიონებში პოლიცია კონტროლის გარეშე არის, ამას ნამდვილად ვერ გავითვალისწინებ. მაშინ როდესაც ვიყავი აკადემიის პრორექტორი, მე თავად დავდიოდი რეგიონებში ფეხდაფეხ, ესე ვთქვათ, და ვეცნობოდით იქ გარკვეულად სიტუაციას და აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ვთქვა, რომ არავითარ კონტროლის გარეთ არ არის გასული ნამდვილად არც რეგიონებში, არც თბილისში სიტუაცია, რაც ეხება საპოლიციო საქმიანობას. თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვათ აუცილებლად, ისევ ჩემს ვთქვათ, იმ საკითხს დაუბრუნდები, რაზეც ვსაუბრობდით ეხან, რომ გარკვეული გამოწვევები არის. საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები არის იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო უნდა დავიხვეწოთ, მათ შორის რეგიონებშიც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იგივე თუნდაც საზოგადოებასთან დაახლოების კუთხით, რომ პოლიციამ საბოლოოდ მოახდინოს რეაბილიტაცია იმ მძიმე წარსულიდან გამომდინარე, რომ პოლიცია დგას ხალხის სამსახურში და ემსახურება ხალხს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და მიმდინარეობს კიდეც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამაზე მუშაობა. იგივე ანალიზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი, რომლის ავტორიც თავად გახლავართ და ვიცი რა ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხი არის ეს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ უნდა დახვეწოს კიდე საპოლიციო საქმიანობაში, რომ მთლიანად პრევენციაზე გადავერთოთ და რეპრესიულ შემთხვევებში, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გავაკეთოთ ესე რომ ვთქვათ ჩარევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები არის და ეს სისტემურად უზრუნველყოფს უკვე პოლიციის დახვეწას. ანუ წინა 4 წელი არ იყო სამწუხაროდ საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად მიგვეღწია იმ კონდიციამდე, რა კონდიციამდეც ვისურვებდით, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურები. ამიტომ მომდევნო 4 წელს ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამისათვის. პასუხისმგებლობას რაც შეეხება ისევ და ისევ კონკრეტული ობიექტური გარემოებები
უფლებებიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ ამ შემთხვევაში წინგა. მესმის ერთი მხარე ძალიან მნიშვნელოვანი არის მედიის თავისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ადამიანის ხელშეუხებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები არის, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს უდანაშაულობის პრეზუმპცია იმ ადამიანების ინტერესი, რომლებიც არ არიან კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავეები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ადამიანები არ დავსაჯოთ, ვისაც ეს არ ეკუთვნის. ვისაც ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც დადიოდა ესეთ შეიარაღებული, თვალი გადაადგილდებოდა პოლიციელისთვის, მით უმეტეს ორმაგად საპასუხისმგებლო არის ესეთი საქმე. პოლიცია არის ის ადამიანი, ვინც ჩვენ მაგალითს უნდა გვაძლევდეს რომ დაიცვა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, ამიტომ როდესაც პოლიციელი მსგავს ქმედებას ჩადის, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ყოვლად მიუღებელი და ის პოლიციელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. თუ ვინმე მისი ზემდგომიც იყო ამ შემთხვევაში, ან განზრახვით, ან გაუფრთხილებლობით ამ საქმეში ჩაბმული, რა თქმა უნდა, ისიც უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ არ არსებობს ამის კონკრეტული ამ ფაქტიდან გამომდინარე, თუ უნდა დადგეს თქო, უფრო ზემდგომის პასუხისმგებლობის საკითხიც, იმიტომ რომ შეიარაღებული მთვრალი პოლიციელი ესე ჩვეულებრივად გადაადგილდება და მთვრალი მიდის და ადამიანს იარაღს ადებს შუბზე. არ აქვს აქ მნიშვნელობა ჟურნალისტია თუ არა. მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი შეიძლებოდა მიჩქმალულიყო, ჟურნალისტი რომ არ ყოფილიყო გიორგი. ამიტომ უფრო გამიჩნდა ეს კითხვა, რომ რა ხდება, რამდენად კონტროლია თქო რეგიონებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ამბები ნამდვილად არ უნდა მიიჩქმალოს და თითოეულ ადამიანს მოუწოდებ ნამდვილად, რომ თუ იქნება ასეთი უფლებების დარღვევის ფაქტები, აუცილებლად ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ამაზე რეაგირება და ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები ამასთან დაკავშირებით და ეს არის ჩვენი, ანუ საზოგადოების მხრიდან სახელმწიფოს დახმარება იმაში, რომ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და არ უნდა შევეგუოთ უფლების დარღვევის არც ერთ ფაქტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების თანადგომა ამ კუთხით. დიდი მადლობა. სოფო, წარმატებას გისურვებთ. კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის ადამიანის უფლებათა